ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით ღარიბაშვილს სხვა დამატებით ღონისძიებებიც დაუწეს და კერძოდ კი მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აიკრძალა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის G ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. არავის წინააღმდეგ არ მიმიցია ჩვენება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან სასამართლოს შენობა არა ცენტრალური გასასვლელიდან, არამედ გვერდითა შესასვლელიდან დატოვა. ღარიბაშვილმა პასუხი გასცა მხოლოდ ერთადერთ კითხვაზე: მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება. ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. მისცა თუ არა ბატონმა ირაკლიმ ჩვენება, ცალსახად განმარტავთ ამ კითხვაზე, რომ ბატონ ირაკლის არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუწევს. ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტეთ ამ შემთხვევაში დაცვის მხარემ და ეს სასამართლო პროცესზეც განმარტეთ, რომ ბატონ ირაკლი ცნობს თავს დამნაშავედ, ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში, რაც ებმის მის იმ პერიოდს, როდესაც იგი კერძო სექტორში იყო, ბიზნესში იყო დაკავებული და შემდგომ პერიოდს, როდესაც ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას, ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იყო კითხვები თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლო და ბრალდების მხედველობაში იღებს ძალიან ბევრ გარემოებას და არც ერთი საქმე არ გავს ერთმანეთს. როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, როდესაც ის არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არის პროცესუალური სტანდარტი. მას ბრალი წარედგინა კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი. დატოვა ერთი წამით. მან დატოვა თანამდებობა, ის წავიდა კერძო ბიზნესში. კერძო ბიზნესში თავისი შემოსავლი, რა თქმა უნდა, ბიზნესში ქონდა. თქვენ მოგეხსენებათ და მისი ბიოგრაფია ცნობილია, საჯაროა, რომ ამ პერიოდში ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ქონდა კიდევ მას ურთიერთობა, საიდანაც ქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები. როდესაც მეორედ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, მას ეს არ სურდა, ეს არ იყო მისი მიზანი, მაგრამ მოხდა, აიძულეს არა, მაგრამ მოხდა. მისი ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებდა, მაგრამ ერთია ნება და მეორეა, როცა თვითონ დააყენებ ამ საკითხს. აქედან გამომდინარე, აი ამ პერიოდში გამოძიება სწორედ იმას ედავება, რომ დღეს, როდესაც მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო გარკვეული თანხა, იცინი 6 მილიონი ძალიან გეტყვით ახლა ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნეს წარმოებით მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები, აი ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიჩავს ამ პერიოდს. აი ეს არის, ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და აი ეს აღიარა. Სუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ განცხადებებს, ამ ტიპის განცხადებებს შენ ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით, ხა ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო და რა ვიცი, ძალიან წყდება გული, აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან სამწუხაროა, დასანანია, მე დამატებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ყველა კითხვას ბუნებრივია გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხს და ჩვენ იმედი მაქვს, რომ აი ამ გამოძიების მიმდინარეობისა და სასამართლო პროცესების პარალელურად სრულად გვექნება საშუალება იმისა, რომ მოვისმინოთ დეტალები, ასევე ყოფილ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახსნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, რომ იგი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ასევე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ის უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვას ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის იმისთვის, რომ სრულიად გამჭირვალედ და ასე ვთქვათ, მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი ის პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები. რა თქმა უნდა, ძიმე არის ბრალდება, ძიმე არის თვითონ ასე ვთქვათ, ადამიანური კუთხით, მეცაც გეტყვით, პოლიტიკური კუთხითაც ძალიან ძიმე არის. მოდი ამას დავარქვათ ერთგვარი რევოლუცია, რომელსაც სახელმწიფო და ხელისუფლება ახორციელებს, რათა საქართველოში არა მარტო კორუფციასთან და კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ზოგადად თვითონ ქვეყნის მართვა, თვითონ ქვეყანაში ასე ვთქვათ, პოლიტიკური სიტუაცია იყოს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილი და ადგილი თუ გინდაც უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული და ქვემოთ მდგომი თანამდებობის პირებისთვის კორუფციასთან დაკავშირებით ძირფესვია. ჩვენ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ნაესთან, ხო? ფული მოიტანე ბიჭო, ხო? რაში ჩართულია პროკურატურა, სუსი, მოსამართლე, ჩაცუცქულები არჩევენ საქმეს, ხო? მიზანი არ იყო არავის დაჭერა, მიზანი იყო ფული გამოგება სალაროში, ხო? ეს მიზანი რო ვერ შესრულდა, მერე დაიწყეს ამ ვითომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეხლა ეს ფული რო შეაგროვოს, რასაც თქვენ, ხო უნდა იმუშაოს. ციხეში როგორ იმუშაოს? უთხრა რომ მე ეხლა ძმაო, ციხეში რო ჩავждდეო, იქიდან როგორ შევაგროვო ამ ხელა ფულიო და დამტოვეთ გარეო და გარეთ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს პირობები შევასრულო და სხვებსაც უნდა დაელაპარაკოს, ალბათ ამას გამოიყენებენ, ხო? ხა დადგა მოსავლის აღების, ცხოვრების პარსვის დრო. ხო და ერთმა ცხარმა ითხოვა, რომ სანამ გამპასავთო კიდე მოვისხაო რა, ცოტა ამომივიდესო რა, კიდე მატყლიო რა. პოლიტიკური დევნილის მანტიას ვერ მოისხავს ღარიბაშვილი, ხო? თვითონ გუშინ ისაუბრა, რომ ყველაფერი აღიარა, გამოგიცხადებს, რომ ყველაფერი აღიარა, დანაშაული და პირობა დადო, რომ მეც აღარ იზამს, მეც აღარ მოიპაროს ხვალიდან. ანუ დღეიდან წესიერი კაცი გახდა რა. ეს სიტყვების манипуляция, ეხა ასეთი ურდიულ ნიუანსებში მოქალაქეები არ ერკვევიან თუ იურისტი არ არის, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო შემოსავალი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის ეს ყველაფერი არის ერთიანი ასე ითარგმნება და ასე აწუდის ოცნება, რომ ეს არის კორუფციული დანაშაული. იქ რა მუხლით ხდება კვალიფიკაციის მიცემა, ეგ სხვა არის. დაპატიმროში ღარიბაშვილის ყოფნა ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის ახლა მთავარი მიზანი. და ოცნება მე ხარაც გააკეთა ამით, რომ ღარიბაშვილის მიმართ აჩვენა ნეგატიური განწყობა, უარყოფითი განწყობა, საზოგადოების ნეგატიური ემოციები მიმართა და დასაჯა და შექმნა კორუფციული ფონი მის წინააღმდეგ. ეს იყო ამოცანა და თან ათანამშრომლა, თან პირობები ალბათ წაუყენა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, თუ როგორი ფარისევლურია რეჟიმი, როდესაც ის საუბრობს გამჭვირვალობაზე, კორუფციასთან, ბრძოლაზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები, მათ შორის ის პირები, რომლებმაც დღეს ბრალი წარუდგინეს ირაკლი ღარიბაშვილს, გვიმტკიცებდნენ, რომ მათი გუნდის წევრებისთვის წინ რომ ფული დაგედოთ, ხელს თურმე არავინ არ მოკიდებდა და სინამდვილეში პრობლემა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში, რომელიც ყველაზე გამჭვირვალე მე მგონია, რომ აი დღევანდელი რეალობა თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც, თუ კი გულწრფელი ვინმე მართლა მხარდამჭერი არსებობს და ფიქრებს, რამდენად შერჩევითი უსამართლოა ეს ყველაფერი, რამდენად ფარისევლურია ის განცხადებები, რასაც აკეთებდნენ და აკეთებენ დღემდე ქართული ოცნების წარმომადგენლები და რეალურად ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ საზოგადოების მოტყუებას, თვალის ახვევას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების დამალვას და ისრების წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქეებისაკენ გადატანას.
ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს ინფორმაციას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ახლად ამერიკის პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედმამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო. წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დედა დოდო შონავა. ცნობისათვის რამდენიმე საათის წინ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე ჟურნალისტი მაიკო ბოკერიაც დააკავეს. რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ასევე დააკავეს ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი ბასტიმ გალობლიშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. პუბლიკას ინფორმაციით მამუკამ გალობლიშვილი სახლთან ტაქსიში ჩაჯდომის დროს დააკავეს, როგორც ისყვება, მის მანქანასთან 2 პოლიციელი მივიდა და მანქანაში ჩაისვეს. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ იყო თუ არა მამუკამ გალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც. ბასტიმ გალობლიშვილი დაახლოებით 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მიიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ. წერს ონლაინ გამოცემა პუბლიკა. აქციებთან დაკავშირებით ასევე დააკავეს ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. ტელევიზია განცხადებას ავრცელებს. დღეს 24 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას დამფუძნებელი რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მისი ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ვარაუდობთ, რომ ის რეჟიმის პოლიციამ აქციაში მონაწილეობისათვის გზის გადაკეტვის საბაბით წაიყვანა. მიმდინარე რეპრესიები ფორმულას მრავალი ფორმით შეეხო. ტელეკომპანიის დამფუძნებელ გიორგი ლიფონავამდე დააკავეს და ციხეში ჩასვეს მისი წამყვანები და ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია. დღესვე აიყვანეს გადაცემა ყოველდღეს თანაწამყვანი ზვიად კვარაცხელია. საზოგადოების დაშინებისაკენ მიმართული რეპრესიები მძიმედ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. შემთხვევითი არ არის, რომ დაკავებულთა შორის მედიასთან დაკავშირებული ამდენი ადამიანია. ფორმულა, როგორც დამოუკიდებელი მედია, თავს რეჟიმის სამიზნედ განიხილავს და მოუთხოვს დაკავებულთა გათავისუფლებას. აქციებთან დაკავშირებით უკვე დაკავებული არიან ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია, ირაკლი წულაია. ამასთან დაკავებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია შავგულიძე. ლიკა არჩეულია ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური კომისიის მიერ და შემდეგ ლეგიტიმური პარლამენტის მიერ წევრთა ხმათა უმრავლესობით. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ გუშინ პოლიციამ უდანაშაულოდ დააპატიმრა კონსტიტუციით დაცული ინსტიტუტის ის წევრი, რომელიც წარმოადგენს კრიტიკულ ხმას უმრავლესობა უზურპირებულ სამეურვეო საბჭოში. ასეთი იქ მხოლოდ 3-ია, მათგან ერთი რამდენადაც ვიცი უკვე იძულებით გადასახლებაშია და მეორე ლიკა უკანონოდ დაჭერილია. წერს სოციალურ ქსელში ნათია კუპრაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირის შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მithuli ღონისძიება გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა. მოგვიანებით მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. Really happy to be here. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ იმერეთის დედაქალაქში ქუთაისში, ჩემ სხვა კოლეგა ელჩებთან ერთად ევროკავშირიდან, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ ევროპის დღე. ეს თბილისის შემდეგი ღონისძიება იყო ბათუმი და ახლა საბოლოოდ ქუთაისში ვიმყოფებით. ქალაქში, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ქალაქში, რომელიც ცნობილია მისი მომღერლებით და ქალაქში, რომელიც წარმოადგენს კარს ევროპისკენ. მე ძალიან მადლიერი ვარ ქუთაისელების, იმერლების არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. აქ ძალიან ბევრი ადამიანია თავმოყრილი. ორდღიანი არაჩვეულებრივი აქტივობები გვექნება. იმის შესახებ თუ რას აკეთებდა ევროკავშირი საქართველოში 30 წლის განმავლობაში, ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად. მე მინდა ყველა ქუთაისელი იმერელი დავპატიჟო, რათა შემოგვიერთდნენ და ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაკავშირებს ახლა და იმედია მომავალშიც დაგვაკავშირებს საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრს ერთ დღესაც. ელჩმა ასევე ისაუბრა უბიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე და აღნიშნა, რომ განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი. At the moment, there are 2 processes. მოცემულ მომენტში მიმდინარეობს 2 პროცესი. ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება. მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უბიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები
ამ საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ და ეს დისკუსია კვლავაც გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც შეეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება რამდენად შეესაბამება საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს და ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იქნება. წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, შეაჩერონ ის სრულად თუ ნაწილობრივ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, სპეკულირება არ შემიძლია და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია და ის მიიღება კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ვიცი რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები. ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას. ჩვენს ევროკავშირის ელჩმა ასევე ისაუბრა ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმებმა იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით. აქ ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა სულ მცირე ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ. მარტივად ვცდილობ ჩემი საქმე იმდენად კარგად ვაკეთო, რამდენადაც შემიძლია. ევროპის დღის აღსანიშნავად ქუთაისმა სხვადასხვა სახის კულტურულ, სახელოვნებო, სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლა. შედგა ევროპის დღის ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების უნიკალური არჩევანი. ეს ევროკავშირის დღის ბაზარია, ორგანიზებული არის, როგორც ვიცი, ფერმერთა ასოციაციის მიერ და აქ არის წარმოდგენილი ფაქტობრივად ფერმერების ქართული პროდუქცია. ეს მაგიდა ეხლა მარტო მეფუტკრეებს ეკუთვნის. ეს არის გიორგი მამალაძის მაგიდა, ეს არის ჩოხატაურიდან, ეს კიდე ჩემია პირად. ეს სხვადასხვა ტიპის თაფლია ეს. ეს არის ეს თაფლი არის მაისის თაფლი, ეს კიდე ცაცხვის თაფლი, ეს კიდე წაბლის თაფლი. მე ჩემ მაგალითზე გეტყვით, მე ვაწარმოებდი სულ 3 და 5 ტონამდე თაფლზე მაქვს ჯერ ლაპარაკი. ნუ უკვე 10 ტონაზე მეტი ვაწარმოებ წელს ამ ხელშეწყობით, იმიტომ რომ ამ ტექნიკურმა მხარდაჭერამ ფაქტობრივად გამოგვინთავისუფლა ჩვენის დრო. რა დროსაც ჩვენ ამას თქვათ ამის გადამუშავებას და თქვათ ფორმირებას ვქნოდით. მართალია ჯერ არ კმარა ამას დრო ჭირდება რომ მეტი ტექნიკა შევიძინოთ, ახლა წინ წავიდეთ და ევროპულ ტექნოლოგიებს და მსოფლიო ტექნოლოგიებს გაუთანაბრდეთ, მაგრამ ნუ კარგი ნაბიჯებია გადადგმული ამ ბოლო 2 წელს განმავლობაში. ეს არის ქართული რძით ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი, რომელიც არის წლის და 7 თვის დაძველებით. ეს არის ნიგვზითა და თაფლით, ეს არის ტარხუნით. მინდოდა მიმეცა გებჟალიას ქართული გემოც, ღვინოში საფერავში დავარგებული. ეს არის ქართული ჩირებით, რომელსაც სახლში ვამზადებ. აი კარგ როზმარინით, ტრიუფელითა და კლასიკური გემოებით. და ყველა ეს გემო ჩასმული მაქვს, რადგან ცალ-ცალკე რომელიც მაქვს, ჩასმული მაქვს ერთ პაკეტში. მაქვს კამემბერი და ქსახლის კარაქი, გებჟალია, ბურატას ბურთები. გამარჯობათ, მე გახლავართ მზია შარაჟი და მზია ჩურჩხელების მწარმოებელი. გვაქვს ნატურალური პროდუქცია. ყველაფერს ვამზადებთ კრისტალურად, არავითარი იგი არ აქვს ტექნიკა, რომელშიც ვამზადებთ.
ძალიან გემრიელი პროდუქცია გვაქვს, სადაც ვინც აგემოვნებს ყველას მოწონს. 33 წლის ასაკში დამეღუპა მეუღლე. დავჭი 5 შვილთან ერთად მარტო და მინდოდა რომ შემოსავალი რესურსი რაღაცა მქონოდა ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვის და დავიწყეთ იქიდან. რთული იყო პირველად, როცა დავიწყეთ ეს პროდუქციის წარმოება. ამოვავლებდი მეგონა რომ ულამაზესი პროდუქცია დავამზადე. ხო, ამ დროს გაშრობის ეტაპში ფუჭდებოდა პროდუქცია ტყდებოდა და ვერა და ვერა 6 თვე დაგვჭირდა რომ ეს პროდუქცია დახვეწილი გამხდარიყო და რაში იყო ეს რომ ტყდებოდა ამის პიკამდე რომ მივსულიყავით რო გვესწავლა რა იყო ჩვენით ყველაფერი ჩემით დავიწყე და ჩემით რა ვიცი მივაღწიეთ აქამდე და ყველს დიდი ხანია ვამზადებ საერთოდ 36 წელია რაც ყველს ვამზადებ ტრადიციულ ყველს მაგრამ ხაოს ტრენინგების გავლით ჩვენი ტექნოლოგიების დახმარებით დავდე შედეგი ვისწავლე ევროპული ყველის ამზადება და ყოველთვის ვცდილობ ახალ-ახალი გემოები წარმოვიდგინო მომხმარებლებს. ინტელექტუალურ პროგრამაში შედიოდა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართული საუბრები თემაზე, ქალი როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აუდიო-ვიზუალური გამოფენა ეს ქვეყანა შენია და ფოტოგრაფიის მასტერკლასი ისტორია თქვენს თვალწინ ნათელა გრიგალაშვილთან ერთად. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ დღის 11 საათიდან თქვენ კვლავაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. 30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, სოდინსა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი დააკავეს. სამართალ დამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 27 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ალფა პოვოპო. ასევე ბრალდებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია 4 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, პოლიციის მიერ ჯამში ამოღებულია 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავს. ქართული ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს სარჩელი ემსახურება პოლიტიკური ველიდან ოპონენტების გაქრობას. პარტია გირჩი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი აკრძალვისკენ თვითონაც გადადგეს ნაბიჯი. მართლგუნდში ასევე განმარტავენ, რომ ეს სარჩელი შეეხება არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მასთან ასოცირებულ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მათი თქმით ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ. უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელში სავარაუდოდ 10-მდე პარტია მოხვდება. არა მხოლოდ ათეულობით, მაგალითად ადამიანს ან ასეულობით თუნდაც შეეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება, ანუ ის რომ ჩვენ არჩეულები ვიყოთ თქვა საკრებულოში ან პარლამენტში, არამედ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეებს თვითონ ქოცებისვე დათვლით აეგრძალებათ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობა ზოგადად, იმიტომ რომ ადამიანები 100,000 ადამიანი, რომელსაც მე ვსაუბრობ, ხმას აძლევდა ბოლო არჩევნებზე წლების მანძილზე. არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა პარტიებს, რომელსაც აკრძალავს უფლებები. ამ პროცესს გახავთ რაღაც ქრესტომათიური მაგალითი დიქტატურის დამყარების მცდელობის, რომელიც შევა ალბათ ისტორიაშიც, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სამწუხაროდ მსოფლიოს ისტორიაში შევა, იმიტომ რომ ასეთი პრეცედენტო რამ რომ სადღაც მილიონზე მეტ მოქალაქეს საარჩევნო და პოლიტიკურ უფლებას ოფიციალურად უზღუდავ, ესეთ რამე ნამდვილად არ მოხსენია. ჩვენ უკვე მზად გვაქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც უახლოეს პერიოდში შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ მიმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. რეპრესიული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მის მე-60 მუხლს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს კონკრეტული კომპეტენცია პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან მიმართებაში და ის არ მოიცავს
ინდივიდებისათვის პოლიტიკური საქმიანობის და პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ეს რეპრესიული კანონმდებლობა საბოლოო ჯამში გამოიწვევს დემოკრატიული ფუნდამენტის რღვევას და უზრუნველყოფს დიქტატურის, ავტორიტარიზმის სრულ კონსოლიდაციას. როცა პოლიტიკურ პარტიას არა დებატებში ამარცხებ, არამედ აკრძალავ, ეს მიუთითებს, რომ შენ თვითონ არ შეგიძლია პოლიტიკურად დაამარცხო, ანუ მტყუარი ხარ და გამისო ქართული ოცნება ნაცნობ მოძრაობასაც კი მტყუარია. თუ ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვის გეგმებს გავითვალისწინებთ, თუ ზოგადად ქვეყანაში პარტიების აკრძალვა ნებადართული გახდება, პოტენციურად ეს ყველას ეხება და ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების ნაწილს არ ექნება შესაძლებლობა ისეთი არჩევანი გააკეთოს, რომელიც მას სურს. ამიტომ არაფერი კარგი პარტიების აკრძალვის შემდეგ არ მოხდება. ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, ჩვენ ეს დაკვეთა ცოტა დაგვგვიანდა, მაგრამ ეს დაკვეთა არის შესრულებული, სარჩელი არის წარდგენილი. და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. ის რომ ქვეყანაში ის პარტიები და ის პოლიტიკური წარმომადგენლობა, რომელიც მუდმივად დაკავებულია საკუთარი ქვეყნის შანტაჟით, მტრობით, საზოგადოებაზე ზეწოლით და ასეთი მძიმე წარსულის მონაწილეები და აქტორები ისევ ისინი არიან, ვინც ცდილობენ რომ ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ვფიქრობ, რომ ასეთი აქტივები უნდა დასრულდეს, ასეთი პარტიები და ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა უნდა აიკრძალოს და უნდა დისტანცირდეს პოლიტიკური საქმიანობისაგან. უნდა აიკრძალოს იმიტომ რომ მათი ქმედებები არის ისეთი, რომელიც არ ღვევს კონსტიტუციას, გამომდინარე აქედან ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს და როდესაც საქმე გვაქვს ესეთ ვითარებასთან, იმიტომაც არსებობს კანონმდებლობაში არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში ასეთი ნაბიჯების გადადგმის, ასე ვთქვათ, მექანიზმები. ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე X პარტიას გამოაცხადებს არაკონსტიტუციურად და მას საქმიანობას აუკრძალავს, არ უნდა მიეცეს ამ პარტიის მესვეურებს, რომლებიც რეალურად ამ პარტიის აბრის ქვეშ ახორციელებდნენ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რომ ახალი სახელი დაირქვან და იგივე პირებმა კვლავ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. საქართველოს მთავრობამ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლად საქართველოს განათლების სამინისტრო განისაზღვრა. განკარგულებას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა. ცენტრის ვებსაიტის თანახმად, მისი მთავარი მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას. ამავე წყაროს ცნობით, ცენტრი მსურველებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ შეძენილი ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში მოახდინონ. განათლების სამინისტროს ცნობით, რეორგანიზაციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. იანვრიდან სავარაუდოდ უკვე უნარების სააგენტო შეწყვეტს თავის ფუნქციონირებას, თუმცა ახალი სტრუქტურის მიხედვით, რომელიც ჩამოყალიბდა რეორგანიზაციის ფარგლებში, პროფესიული განათლების დეპარტამენტს დაემატა რამდენიმე ახალი სამმართველო, რომელიც შეითავსებს იმ ფუნქციებს, რომელიც უნარების სააგენტოში იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, განათლების საერთაშორისო ცენტრი დაექვემდებაროს ლიკვიდაციას და 1 იანვრიდან ის უკვე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში აღარ ფუნქციონირებდა. ამასთანავე მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, ეს არის ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა და შემდგომი განვითარება ამ მიმართულებით.